ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ კიდევ 6 დემონსტრანტის პროცესზე ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. დავით ჭიკაიძის თქმით, მათ მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ზვიად ცეცხლაძე უდანაშაულოა ბრალდება, რასაც ედავება იმ დროს ბრალდებული ბათუმში იმყოფებოდა და ბაბუის გარდაცვალების სამძიმარს იღებდა. მისივე შეფასებით, ცეცხლაძე 30 ნოემბერს Facebook Live-ის ძალადობას ვერ დააორგანიზებდა და საქმეში არსებული ვიდეო უხმოდა, რაც მტკიცებულებად გამოყენებას შეუძლებელს ხდის. შემდეგ სხდომაზე, რომელიც 11 აგვისტოს ჩატარდება, სხვა ადვოკატები გააგრძელებენ მტკიცებულებების გამოკვლევას. მამა გარდამეცვალა 27 ნოემბერს, შესაბამისად ზვიადი 27-შივე ჩამოვიდა ბათუმში და გასვენებამდე იმყოფებოდა ბათუმში. ზვიადს ლაივი ჩაწერილი აქვს 30 ნოემბერს და მას ედავებიან 27-ში, 28-ში, 29-ში განხორციელებულ ქმედებებს. ასახად დადასტურებულია, რომ არაფერი არ უმტკიცდება ზვიადს, არც ვიდეოთი და არანაირი სხვა მტკიცებულებაც არ არსებობს მის წინააღმდეგ. ბრალად შერაცხული დადგენილების მიხედვით, თითქოს ზვიად ცეცხლაძე 28-29-30-ში აქტიურად მონაწილეობდა აქციაში და შესაბამისად აორგანიზებდა, მაგრამ გამოიკვეთა და დადგინდა, რომ ზვიად ცეცხლაძე იმ დროისთვის თურმე როცა ის იყო ჭირისუფალი და იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში, ფიზიკურად მას არანაირი შეხება არ ქონია აქციის მიმდინარეობასთან, მაინც ბრალად აქვს წარდგენილი ზვიად ცეცხლაძის აქციის ორგანიზება და ეს ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და დიდი იმედი, რომ სასამართლო ვიდეო ჩანაწერს, რომელიც ფაქტობრივად უშინაარსოა, ვერ დაეყრდნობა და ვერ გამოიყენებს მტკიცებულებად, რადგან ფიზიკურად არ იკითხება და არ ისმინება ამ ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, ვინ საუბრობს და საერთოდ საუბრობს თუ არა ვინმე. პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა პროკურორი, ვიხილეთ, როგორ ახმოვანებდა პროკურორი სასამართლოს წარდგენილ ვიდეოს, რომელსაც ხმა არ გააჩნია და პროკურორმა მსახიობური ნიჭით გაახმოვანა ეს ვიდეო. ის რაც აქციებზე მოხდა, იყო რეალურად პოლიციის ფორმაში ჩაცმული კრიმინალების მიერ ადამიანების დარბევა, ცემა, ძალადობა მათზე და მეორე მხრივ მტკიცებულებების ფალსიფიკაცია.